ბარბაქაძე 7 წლის. მე ვარ მარიამ ბუზარიაშვილი 9 წლის. მე ვარ მარიამ ლუტიძე 8 წლის. აქ მწვანე, ყვითელი და წითელი ფერები იყო. მწვანე ფერზე უნდა დაგვედეგებინა ესეთი პროდუქტები, რაც საღამოსთვის სასარგებლო იქნებოდა. ყვითელზე უნდა დაგვედო, რაც ისეთი არის რა, კარგი და ცუდი საჭმელი ღამისთვის. წითელზე, რაც საერთოდ საღამოთი არ შეიძლება. კომბოსტოს მე დავდებ მწვანეზე, რადგან კარგია. კომბოსტო მწვანეზე იმიტომ დავდეთ, რომ ადამიანის სხეულისთვის სასარგებლოა, ასევე ბევრ ვიტამინებს შეიცავს და საღამოსთვისაც სასარგებლოა. ბანანს მწვანეზე. ბანანი არის სასარგებლო, შეიძლება რომ მიირთვა. თხილეული ღამისთვის ძალიან კარგი არ არის და მე დავდებ ყვითელზე. ნიგოს მწვანეზე. თხილეული ტვინისთვის არის კარგი, გონებისთვის. ფორთოხალს მწვანეზე. ფორთოხალიც სასარგებლო ხილი არის. ფორთოხალს დავდებ ყვითელ ფერზე. ფორთოხალი როდესაც იყო ყვითელზე, ვიფიქრეთ, რომ ყვითელზე არ იქნებოდა ნორმალური და მწვანეზე უფრო კარგი იქნებოდა, რადგან საღამოსთვის სასარგებლო არის და უფრო კარგი იქნება საღამოსაც რომ მივირთვათ. ფორთოხალი გადავიტანოთ მწვანეზე. ხორცს საშუალოზე, ანუ ყვითელზე. მე ხორცს დავდებ წითელ ფერზე. ხორცი შეიძლება შეიცავდეს ბევრ ზეთს, ანუ სადმე სწრაფკვებაზე რომ მიდიხარ, შეიძლება ბევრი ზეთი ქონდეს და მაგიტო. მე დონატებს დავდებ წითელზე. დონატები იმიტომ დავდებ წითელ ფერზე, რომ ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო არ არის. ბევრ ტკბილეულს შოკოლადს შეიცავს და არ არის საღამოსთვის სასარგებლო. კრუასანს წითელზე. კრუასანიც ტკბილს შეიცავს და არ შეიძლება ღამით. ყავას კი ყვითელზე. ისეთი არა. ყავა ბავშვისთვის არა. ყავას წითელზე. ყავა არ შეიძლება დღეში დაახლოებით 1 ჭიქა უნდა მიიღოს ადამიანმა. ყორდა დაალაგებთ რამე. გონია ეს ყავა გადავდოთ იქით. ეცა ეკუთითებს ეხება. ყავა. მაგრამ ძალიან სასწრაფო არა. მოდი ყავა დავდოთ წითელზე. გადავიტანეთ წითელზე. იმიტომ რომ ყავა არ იყო ბავშვებისთვის და არც ღამისთვის არ იყო კარგი. ფერებმა გამიმარტივა პროდუქტების დალაგება. დროს შევაფასოთ ძალიან კაი იყო. ექიმი რო ნახავს, მე ძალიან მაინტერესებს, როგორ დავალაგეთ და კარგია თუ არა. ნახავთ და მის ჩავებსაც გავითვალისწინებთ მომავალისათვის. უნდა მივმართო ძალიან დიდი მადლიერებით ალექსანდრას, მარიამს და მარიამს. მე მგონია რომ თქვენ ძალიან ბევრი იფიქრეთ და ძალიან კარგად გაართვით თქვენს ამოცანას თავი. თუმცა მე მინდა რომ მაყურებელმა მიაქციოს რამდენიმე ფაქტორს ყურადღება. მაგალითად, როგორი დისკუსია გამოიწვია ზოგიერთმა პროდუქტმა, თუნდაც ყავამ. და უნდა დავეთანხმოთ ჩვენი სიუჟეტის გმირებს, ძილის წინ პატარებისათვის ყავის მირთმევა მაინც და მაინც კარგი არჩევანი არ არის. ეს არ არის ის მოდელი და ჩვევა, რომელიც ბავშვებში უნდა წავახალისოთ. უნდა წავახალისოთ თუ არა, მაგალითად, მათი არჩევანი, როდესაც მწვანე ზონაში აღმოჩნდა ბანანი. ბანანის შემადგენლობაში არის სეროტონინი. რა თქმა უნდა, პატარებმა ამის შესახებ არ იციან, მაგრამ მათ ეს ინტუიციურად გადაწყვიტეს. სეროტონინი არის ძალიან კარგი წინამორბედი მელატონინისთვის, რომელიც ძილის პროცესში ძალიან სერიოზულ დახმარებას გვიწევს. თუ გავითვალისწინებთ არჩევანს, რომელიც კომბოსტოს უკავშირდება, რასაკვირველია, ყველასათვის ერთნაირი არ არის, იმიტომ რომ თავად კომბოსტოს მიმართ დამოკიდებულება ყველა ორგანიზმის ერთნაირი არ არის, ამიტომ თუ მწვანე ზონაში განთავსებას საყოველთაო რეკომენდაცია დაგვიქვამთ, ძილისწინა კვებაში ყველასთვის კომბოსტოს ჩართვა არ იქნება მიზანშეწონილი. მით უფრო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, როგორი გონივრული და წინდახედული გადაწყვეტილება მიიღეს გოგონებმა ტკბილეულისა და ცხიმიანი პროდუქტების მიმართ. დიახ, მათი მირთმევა ძილის წინ მაინც და მაინც გამართლებული არ არის. მოკლედ, უნდა შევაგოთ ალექსანდრა, მარიამი და მარიამი,